მოგესალმებით პატივცემულო მაყურებლებო, ეთერშია საფეხბურთო სიგნალი, არხზე ტევ სიგნალის საცდელი მაუწყებლობით. დღეს ისევ და ისევ როგორც წინა სამ პირდაპირ ეთერში განვიხილავთ მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს. მსოფლიო ჩემპიონატი უკვე იმ სტადიაშია, როდესაც უკვე თითოეული მატჩი მინიფინალს გავს, ხოლო თითოეული გოლი ისტორიას წერს, ხოლო თითოეული შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. ტიტულები და მიღწევები უკვე აღარაფერია, იმ 90 წუთში წყდება ყველაფერი, როდესაც ფეხბურთელები ერთმანეთს გლადიატორებისავით მოედანზე ებრძოლებიან. გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი მეოთხედფინალი გაიმართა, ესპანეთმა ბელგია დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა, ნახევარფინალის საგზური მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ახლა კი ესპანელებს ელით უფრო რთული გამოცდა ფრანგებსაც, რომელთაც მთელი თანავარსკვლავედი ყავთ გუნდში, ერთი სიტყვით კი ევროპული გრანდების მორიგი დაპირისპირება უკვე ოფიციალურად სახეზეა. დღეს კი მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ორი მეოთხედფინალი გაიმართება, ესპანეთმა მეოთხედფინალი გაიმართება, ნორვეგია ინგლისს შეხვდება, ერთ მხარეს ერლინგ ჰოლანდი და მისი ამბიციური გუნდია, მეორე მხარეს კი ინგლისი, რომელიც კვლავ ცდილობს დაამტკიცოს, რომ ფეხბურთის სახლში ბრუნდება. ცოტა მოგვიანებით კი მოედანზე არგენტინელები და შვეიცარელები გავლენ. არგენტინელები კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას შეეცდებიან, შვეიცარია კი თავის მხრივ ეცდება არგენტინელები ასპარეზობას გამოთიშოს და მესის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი ტრაგიკულად დაასრულოს. ერთი რამ უკვე ცხადია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გზა უფრო და უფრო ვიწროვდება. დარჩენილი გვყავს მხოლოდ საუკეთესო ნაკრებები, ამ საუკეთესო ნაკრებებს კი მე სანდრო თორდია, საფეხბურთო მიმოხილველი და სპორტული ჟურნალისტი ნიკა შოშიტაშვილი განვიხილავთ. მოგესალმებით და დავიწყოთ მოდი ნიკა დღევანდელი საღამოსთვის შემზადება. ძალიან კარგი მეოთხედფინალი ვნახეთ გუშინ. რა სიტყვი გაამართლა თუ არა მეოთხედფინალის ის აფიშა, რაც პირველ რიგში ჰქონდა ბელგიისა და ესპანეთის მატჩს. იცი რა, ალბათ მაინც შეგვიძლია ვთქვა, რომ გაამართლა, იმიტომ რომ რა აკლდა უშინელ შეხვედრას, ჰქონდა დაძაბულობა, ჰქონდა უხრივი შეტევები, იყო გაურკვევლობაც რიგ მომენტებში კი არა მეორე ტაიმის დაწყებიდან 92 წუთამდე ჰქონდა ეს გაურკვევლობა, თუ ვინ გავიდოდა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში და საბოლოოდ მივიღეთ ალბათ მაინც ის სცენარი, რომელიც უფრო მოსალოდნელი იყო და უფრო კარგი იყო ფეხბურთისთვის სუბიექტურად ჩემი აზრით. გავიდა ესპანეთის ნაკრები ნახევარფინალში, შეხვდება საფრანგეთის ნაკრებს, მორიგ კლასიკას ვნახავთ, ეს მატჩიც აუცილებლად დასამახსოვრებელი გამოდგება, დარწმუნებული ვარ, თუმცა სანამ უშუალოდ სხვა თამაშებზე გადავალთ, მოდი მაშინ ცოტა ვილაპარაკოთ ბელგიისა და ესპანეთის დაპირისპირებაზე და მინდა ვთქვა, რომ ლამინ იამალი უკვე შედარებით უკვე შედის თავის საუკეთესო თუ არა საუკეთესოდან მიახლოებულ ფორმაში. გუშინ ლამინს ეტყობოდა, რომ ის სიამონებას იღებდა ფეხბურთის თამაშით და თუკი მის თამაშის სტილს გავითვალისწინებთ, ეს ლამინ იამალისთვის და ლამინ იამალის საუკეთესო თვისებების გამოსავლენად არის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომ იამალმა მიიღოს ფეხბურთის თამაშისგან სიამონება. გუშინ იღებდა სიამონებას, მიდიოდა გამწვავებაზე, ბევრჯერ მოატყუა ბელგიელი მცველები, თუ შემტევები, მაგალითად რამდენჯერმე ჟერემი დოკუს მოტყუებას მოუწია, რომელიც ასევე ითამაშებოდა ლამინს დაცვაში და საბოლოოდ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. ამჯერად მაინც დამსახურებულად ავსტრიასთან მატჩიც გახდა ლამინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე, თუმცა მაშინ ობიექტურად რომ ვთქვათ არ იმსახურებდა იმ ჯილდოს ესპანელი ფეხბურთელი, მაშინ შეეძლოთ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიეცათ იგივე მიკელ ოიარსაბალისთვის, იგივე მარკო კურელიასთვის, თუმცა მაშინ იამალს დარჩა ეს ტიტული, ხოლო დღეს უკვე ჩვეულებრივად სამართლიანად მიიღო ეს დამსახურებული ჯილდო. რა შეგვიძლია ვთქვათ ბელგიის ნაკრებზე? ბელგიის ნაკრებმა არაფერი
ახალი და ინოვაციური არ შემოგთავაზა, რისიც ვერისი მოლოდინის ჰქონდა ბელგიის ნაკრებისგან, სწორედ ის გვეჩვენა ვერტიკალური ფეხბურთით, თავის ჩაწოდებებით და თქვათ რომ დეკატელარე კი გამოეთიშა ამ მუნდიალს, თუმცა ქონდა მშვენიერი სანაკრებო პირველობა. კრისტანეს ჩაწოდების შემდეგ პაუ კუბარსის ჩემი აზრით 10-დანაც ჭირდა ასრებს დეკატელარე ეგეთ ბურთზე. და ეს იყო მომენტი, როდესაც გათანაბრდა ანგარიში, ისიც თქვათ რომ მატჩის ანგარიში გახსნა ფაბიან რუისმა, რომელმაც პირველი გოლი გაიტანა თავისი მსოფლიო ჩემპიონატებზე და შემდეგ იყო ტიბო კურტუას ტრავმა და აქ ჩვენ ვერ აუცდებით რუდი გარსიას კრიტიკას. ფაქტია რომ ბელგიური პრესა და საერთოდ ევროპული საფეხბურთო გამოცემები აბრალებენ სწორედ რუდი გარსიას იმ ცვლილებას ბელგიის ნაკრების გამოვარდნას, რადგან ტიბო კურტუამ როდესაც კი მიიღო ტრავმა და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ტიბო ალბათ ყველაზე ტრავმიანი მეკარეა ელიტარულ მეკარეებს შორის, იმიტომ რომ უამრავჯერ მიუღია დაზიანება იგივე ჩელსიში გვახსოვს მისი გამოტოვებული პერიოდები, როდესაც ასმირ ბეგოვიჩი იდგა ძირითადში მის ნაცვლად გვახსოვს იგივე მადრიდის რეალში საერთოდ სეზონი გამოტოვა. და სეზონში თამაშა ერთადერთი მატჩი ფინალი და ისიც 0-ზე. აქ შეიძლება მე შეგეკაბათო რომ მენიუც კარგი ტრავმიანი მეკარე არის და ნახევარი სეზონი აქვს გამოტოვებული მილანში. დასაგებია, მაგრამ მენიო მაინც უფრო სუპერვარსკვლავი მეკარეა და ტიბო კურტუა ალბათ მაინც იმის ამბიცია აქვს რომ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე არის. რატომაც არა. რატომ არ არის ტიბო კურტუა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე? ჩემი აზრით ხო, ნუ რამდენი არის? შენთვის საუკეთესო მეკარეთი ჩამონა თვალი რამდენ მეკარეზე ვრცელდება? 5-ზე? 5-ზე. არა, 5-ეულში ნამდვილად ვერ შევიყვან ტიბო კურტუას. ვინ შეყავს აბა ტიბოს მასვლა? არ მართლა ადამიანი არის სოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე გახდა 2018 წელს, 2024 წელს თავად 22 წელს ბოდიში მარტო მოიგო ჩემპიონთა ლიგა ლივერპულის წინააღმდეგ. რა აქვს ისეთი რაც ვერ დაგაყენებინებს ტიბო კურტუას, მაგალითად იკერ კასილიასზე წინ. იკერ კასილასზე წინ არა, მე ვერ დავაყენებ იკერ კასილასზე წინ, ვერ დავაყენებ თუნდაც ჯანლუიჯი ბუფონზე წინ და დინო ძოვზე შენ შევეკამათები მანა. მაგრამ ზოფი ახლა ეს არის. არა, 5-ში ჩემ 5 საყვარელი მეკარეში და საუკეთესო საყვარელში ნამდვილად არ შედის. საყვარელში არ შედის პირიქით ძალიან გამომწარა. არ მანუელ ნოიერი შემეძლებს ისტორიაში საუკეთესო. იკერ კასილასი? იკერ კასილასზე მაღლა შემეძლებს. ოლივერ კანზე ბევრად მაღლა არის ტიბო კურტუა. კარგი, ამაზე კამათიშველი. კარგი, გავაგზავნე 5-ეულში არ შედის, მოკლედ ჩემთვის მე გავაგზავნოთ ეს კამათი, კარგით. და ისიც ვთქვათ, რომ გავაგზავნოთ უბრალოდ ჩვენი საუბარი იმაზე, რომ ტიბო კურტუამ, როგორც მე აღნიშნე იკერ კასილიასზე უკეთესმა მეკარემ, მიიღო დაზიანება და მას შეეძლო მატჩის გაგრძელება, ეს თქვა სამედიცინო შტაბმაც, ეს განაცხადა თავად კურტუამაც, რომ მას შეეძლო მატჩის გაგრძელება, თუმცა რუდი გარსიამ ის ნაცვლად გამოიყვანა მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდა სენე ლამენსი, რომელსაც ჰქონდა მშვენიერი სეზონი იუნაიტედში და შეგვიძლია ვკითხოთ იგივე მანჩესტერის გულშემატკივრებს თუ როგორი მოყოფილები არიან მისით და დამიჯერეთ არ დაიშურებენ ისინი კარგ სიტყვებს ახალგაზრდა ბელგიელის მიმართ, თუმცა რა არის მთავარი მეკარისთვის? მეკარისთვის მთავარი არის რა თქმა უნდა გამოცდილება და სათამაშო პრაქტიკა. და სათამაშო პრაქტიკის არ მქონე მეკარე, რომელმაც უკვე მე რამდენიმე მატჩია უკვე სკამზე გაატარა მსოფლიო ჩემპიონატზე, ხო რაც ლოგიკურია თავისთავად. გამოდის მოედანზე უთხრამს პაუ კუბარსი საკმაოდ იოლ ბურთს, რასაც სენე ლამენსი ალბათ 10-დან 10-ს აიღებს იგივე პაუ კუბარსისთან რო გავალოთ პარალელი 10-დან 10-ს აიღებს სენე ლამენსი ეგეთ ბურთს. მანჩესტერ იუნაიტედში აქვს სათამაშო პრაქტიკა, თუმცა ამ შემთხვევაში ბურთს ვერ იმაგრებს ხელში და ბურთს კარის ბადეში აგზავნის მიკელ მერინო, რომელიც სერხიო რამოსის საუკეთესო ტრადიციებით უკვე კომპენსირებული არ იყო ეს, კომერციული არ იყო ეს, მაგრამ მაინც მატჩის დასკვნით ეტაპზე დასკვნით სტადიაში იტანს გამარჯვების გოლს. ფაქტურად ორჯერ გაუვარდათ ამ მატჩში მეკარეებს ბურთი. და ერთი გოლით დამთავრდა. ტიბო კურტუას ნაწილი რა ძალიან კურტუას საკუთარი გამოდივარ ახლა, მაგრამ კურტუას ნაწილი უფრო ალბათ მოგერიება იყო და მოგერიება იყო, ხო, მაგრამ არ გაუმართლა კურტუას რომ ჩაუვარდა ფაბიან რუის და სხვათა შორის აღნიშნე აქ ლამინ იამალის ძალიან კარგი მატჩი და ჩემი აზრით კი პასი მნიშვნელოვანი პასი აქ ლამინ იამალის იყო, როდესაც საჯარიმოში გაჭრა პასი.
კი ბატონო, ეს 29 წუთზე მოხდა და თავიდანვე ესპანეთმა თავისი შეტევები გოლით დაასრულა და შარლ დე კეტელარე სწორად აღნიშნე, მიჩვეულია ამ ორთაბრძოლებში შესვლას. ერთადერთი სეზონი იყო მიმანში, სადაც ორთაბრძოლებს ვერ იგებდა და საბოლოოდ გოლით ვერ ასრულებდა. თუმცა შარლ დე კეტელარე ასრულებს ცხრიანის ფუნქციებს ძალიან კარგად. მე არ მგონია ალბათ რომ რომელო ლუკაკუს 90 წუთი შეეძლოს თამაში და მაინც დე კეტელარეს ამჯობინებდეს ბელგიის მცველი, თუმცა რუდი გარსიასგან არ იქნებოდა გასაკვირი მიუხედავად იმისა, რომ როგორც შენ აღნიშნე, ტიბო კურტუას ექიმებაც მისცეს თამაშის გაგრძელების უფლება, თვითონაც განაცხადა რომ მზად იყო, მაგრამ რუდი გარსია მაინც დასვა სათადარიგო და სკამზე და ეს გამოდგა ალბათ გადამწყვეტი, იმიტომ რომ 98 წუთზე როგორც თქვით შეიძლება რომ ლამენსის შეცდომაზე ვისაუბროთ. ასე თუ ისე ბელგია დამატებით წუთებშიც ცდილობდა გოლის გატანაც, თუმცა უნდა ვთქვათ რომ აქ ბელგიის მაქსიმუმი იყო ეს. ძალიან სუსტი უკანა ხაზი ყავს, რომელიც ისე სუსტად არ გამოიყურებოდა გუშინდელ მატჩში, რა თქმა უნდა, ძალიან სუსტი დაცვის ხაზი რომ ყოლოდეთ, ესპანეთი აქ ქვაქვაზე არ დატოვებდა, თუმცა ბელგიის მაქსიმუმი ჩემი აზრით იყო ეს და შემდეგ ეტაპზე გავიდა ღირსეული ესპანეთი. საფრანგეთი არის როგორც შესავალში აღვნიშნე მინი ფინალის ტოლფასი და გავს ესპანეთი საფრანგეთი ევროპაში მინიმუმ ორი საუკეთესო ნაკრების დაპირისპირებას დღეს. ჩემი აზრით ევროპაში ორი საუკეთესო ნაკრები ესპანეთი, ბელგია და თუ ინგლისი არის, დღეს უნდა დაამტკიცონ რომ ინგლისია. შეეცილება ამაში საფრანგეთსა და ესპანეთს, მაგრამ ნახოთ. ხო, ინგლისის თამაში არის დღეს და ბარემ გადავიდეთ ინგლისის მატჩზე, ნორვეგიელებს შეხვდებიან ის. თუ ინგლისს აქვს პრეტენზია იმისა, რომ საფრანგეთზე და ესპანეთზე უკეთესი გუნდი არის ევროპაში, მაშინ დღეს ნორვეგიას აუცილებლად უნდა გაცნեն და უნდა გაცნენ თან დამაჯერებლად Sports Illustrated-ის წყაროდან მოგაღებული ამ ორივე გუნდის შემადგენლობების სავარაუდო შემადგენლობები Sports Illustrated-ი, რომელიც მხოლოდ ერთხელ შეცდა ლაუტარო მარტინესის შემთხვევაში, ალვარესი იდგა იმ მატჩში სკამზე და სხვათა შორის შემდეგ მატჩზე რო გადავალ, დღეს ისევ ლაუტარო ყავთ ძირითადში Sports Illustrated-ს. ნორვეგია, ინგლისი, ნიულანდი ჩვენ როდესაც ვკითხულობდი წინა მეროთფინალის წინ შემადგენლობას, ჩვენ განვიხილეთ რომ ნიულანდი არის ნორვეგიელთა სუსტი წარწერილი, მაგრამ დღეს მოდი აღარ ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ მოსაზრებას ეხლაც არ უარყოფ. მაგრამ მისი თამაშებით სხვა სამტკიცებს ის. არა, გასაგებია მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიასთან მას შვენიერი მატჩი ჰქონდა, მან ისევ იმას ვფიქრობ, რომ ეგ უფრო ბრაზილიელი შემტევების დამსახურებაა, რომ ნიულანდს ესეთი კარგი მატჩი ჰქონდა, ან თუნდაც ბრუნო გიმარაეშის დამსახურებაა, რომელმაც პენალტი დაარტყა, რატომღაც მსოფლიო ჩემპიონატის მეროთფინალში, როდესაც სულ სამჯერ ჰქონდა პენალტიდან დარტყმული და თან ისეთი თამაში მან ჩაატარა, რომელიც გასაგებია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში შევა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კონკრეტულ ამ მუნდიალზეც კი, რომელიც მეკარეების მუნდიალია, თუმცა ნიულანდის ეს შედეგი მე ვფიქრობ, რომ მაინც ბრაზილიელი შემტევების დამსახურებაა ვიდრე თვითონ ნიულანდის და არ არის ეს მეკარე, რომლის კარის ჩარჩოშიც გოლის გატანა შეუძლებელი არის. კურტუას არ მირჩევნია ნიულანდი. კი ბატონო, მაგრამ ერთი ადამიანის ფრაზა არის, რომ თუ თავდამსხმელი არ მისცემს მეკარეს შანსს იმისა, რომ აიღოს ბურთი, მაშინ მეკარე ვერ გახდება გმირიო. ნიკოლოზ შოშიტაშვილი ამ ფრაზის ავტორი წინა გადაცემიდან. დასაცი და ერთი ფრაზა, რომელიც უნდა დაიმახსოვროს ხორების მომენტში. მიაწერეთ, დაცვა ესეთი იქნება: ვოლფე ჰეგემი, აიერი, რიერსონი, ბერგე ოდეგარდი, ნუსა, ჰოლანდი, სორლოტი. წინა ხაზშეცვლილება არ გვაქვს, ალბათ მიუხედავად იმისა, რომ
სორლოტი არ არის ტიპიკური ვინგერი და არც ვინგერი, უწევს მას შეთავსება ფლანგზე თამაშისა, ხოლო ინგლისის შემადგენლობა ასე გამოიყურება, პიკფორდი, რომელიც ასევე არ მირჩევნია კურტუას, ორაილი, გეი, სტოუნსი, კონსა, რაისი, ანდერსონი იქნებიან ჩავშლილ ზონაში, გორდონი, ბელინგემი და საკა ცენტრში 10-იანი ბელინგემით და ბუნებრივია გორდონის საკა ფლანგებზე და აქ გვეყოლება წინ 9 ნომრიანზე ჰარი კეინი, ძალიან საინტერესო დაპირისპირება, ჰარი კეინი ერლინგ ჰოლანდის წინააღმდეგ, ერლინგ ჰოლანდმა წინა ტურში, წინა მატჩში ბრაზილიასთან ძალიან კარგად ჩაატარა და ის ნორვეგიელთა გმირი არის ამ ეტაპზე, ნახოთ რა შემოგთავაზებს დღეს ჰარი კეინი, რას ფიქრობ გააგრძელებს ინგლისის სვლას და ეცდება რომ სახში დააბრუნოს ფეხბურთი თუ ნორვეგიას მიიჩნევ დღევანდელ მატჩში, ასე ვთქვათ, ფარულ ფავორიტად. იცი რა, ჩემთვის ამ ნორვეგიის მთავარი ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდთან ერთად რა თქმა უნდა არის ნორვეგიელთა მთავარი მწვრთნელი სტოლე სოლბაკეტი. იმიტომ რომ ის ამტკიცებს რომ არ არის უბრალოდ ფიზკულტურის მასწავლებელი, არ არის წასული ამ სოფლიო ჩემპიონატზე იმისთვის რომ ჰალანდის და ოდეგორის დაყენებული ფეხბურთი ითამაშოს და თვითონ ამ ფეხბურთელებზე მოარგოს ფეხბურთი თავიდან ბოლომდე. არ ჩანს რომ არის შემტევი სტილის მოყვარული კარგი სპეციალისტი, რომელიც ან კონკრეტული შემადგენლობიდან რაც ყავს მაქსიმალურ სტეპს. სორლოტის ფლანგზე დგომა ვახსენეთ და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო მომენტი მთლიან ნორვეგიის თამაშში, იმიტომ რომ აქ ჩემი აზრით რა თქმა უნდა, ჩემი დილეტანტური სამწვრთნელო შეხედულებებით. ჩემი აზრით აქ სოლბაკენი ძალიან კარგად ლავირებს თავის შეტევაში მყოფი ფეხბურთელებით, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ კი ნუსას და იგივე ოსკარ ბობს, რომლებიც არიან რეალურად ერთნაირი ტიპის ვინგერები. მათ დააყენებს ორივეს ერთდროულად შემადგენლობაში, ნორვეგიის თამაში შეიძლება ფაქტობრივად თავიდან ბოლომდე აირიოს. ხოლო ალექსანდრ სორლოტი არის იმ კლასის ფეხბურთელი, გასაგებია რომ ის არ არის ვინგერი. მაგაში თანხმდებით და ალბათ მარტო ამ სოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს ვინგერად, არ ამგონია რომ ჩოლო სიმეონე მოდესმე სორლოტი ვინგერად დააყენოს, იმიტომ რომ ფაქტია რომ არც გამოსდის მას ვინგერის პოზიციაზე კარგი თამაში, თუმცა მას გამოსდის იმ სამწვრთნელო დავალებების შესრულება, რაც ჭირდება სოლბაკენს მწვანე მინდორზე. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია უბრალოდ იმის გამო, რომ სოლოტი არის უმაღლესი კლასის პირველ რიგში ფეხბურთელი. თან შემტევი ფეხბურთელი. ამიტომაც მას აქვს იმის უნარები, რომ დადგეს ფლანგზე და თავის სამუშაო მაქსიმალურად შეასრულოს იმ დროს, როდესაც იქითა ფლანგიდან ნუსა და მე შემოწეული ჰოლანდი და მე ამოწეული ოდეგორი თავის საქმეს და თავის შემტევით პოტენციალს იქ შეასრულებენ. აქ სორლოტის როლის უნდა ვთქვათ, რომ ყოჩავს სორლოტს, რომ ეს ეგრეთ წოდებული შეწირვა თავისი პირადი სტატისტიკის განახორციელა გუნდის მიზნების გამო. ეს ნორვეგიის გამო არის და რა თქმა უნდა სორლოტი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არის და ჩემი აზრით ამ მატჩის გასაღები იქნება ინგლისისათვის ის თუ ისინი ჰოლანდს მაქსიმალურად შეუზღუდავენ სივრცეს, მაგრამ ეგ ზართული არის. აი ნორვეგიამ თუ გადაიყვანა სწრაფ ტემპში თამაში და კონჩეტევების შესაძლებლობა მიიღო გახსნილ სივრცეებში, მაშინ ნორვეგია ძალიან რთულად წარმოსადგენი არის, რომ უგოლოდ გამოვიდეს მოედნიდან. მოდი, შეგიძლია შემახსენოს Sports Illustrated-ს შელდერუპი ეყენა ზირთეჩ თუ ნუსა ეყენა, ხო? კი ბატონო. და მატჩის საკვანძო ეპიზოდი შეიძლება გახდეს იგივენერად როგორც ბრაზილიასთან მატჩში შელდერუპის გამოყვანა მოედანზე, იმიტომ რომ ნუსა არის უმაღლესი კლასის ვინგერი, რომელსაც შეუძლია რომ game changer-ის იყოს მატჩში და ეგრე კოდიუართან გოლიც გვახსოვს და მსგავსი ტიპის ლამაზი გოლი გაიტანოს, თუმცა შელდერუპი არის ის კლასიკური ვინგერი, რომელიც დარბის ფლანგზე გაუჩერებლად და აწოდებს ბურთს საჯარიმოში და ეს არის იდეალური სტილი ერლინგ ჰოლანდისთვის. მით უმეტეს ნუსა თუ შემოვა დაღლილი ინგლისელებთან, შელდერუპი, ნუსა თუ გავა და შემოვა შელდერუპი და იქიდან მაგაშია საქმე, როდესაც ნუსა გავა
მოედნიდან იმ დროს შემოვა საპირისპირო ფლანგზე ოსკარ ბობი, რომელიც იმ საქმეს, რასაც მუსა აკეთებდა მარცხენა ფლანგზე, გააკეთებს ის მარჯვენა ფლანგზე. და შელდერუპი კი გააკეთებს იმას უკეთესად, რასაც სოლოტი აკეთებდა ამდენი ხნის განმავლობაში. ძალიან კარგი ბალანსია ჩემი აზრით. ეს ძალიან კარგი ტაქტიკა აქვს დაჭერილი სოლბაკენს და ეს ჩანს კიდეც მისი გუნდის სტატისტიკაზე. ნორვეგიის ნაკრები არის ძალიან სახალისო გუნდი მიმდინარე მუნდიალზე. 12 გოლი აქვს გატანილი, 9 აქვს გაშვებული. ეს ჯერჯერობით სულ მეოთხედ ფინალური სტადია ჯერ ესეც აღუნიშნოთ. ინგლისის ნაკრებსაც შეეხება ტუხელი თამაშობს პრაგმატულ და ლაგებულ ფეხბურთს გარეთ საუთგეიტის საუკეთესო ტრადიციებით, თუმცა ბევრად უფრო ლამაზი შემტევი ელემენტებით და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩემი აზრით ეს გასაგებია, რომ შეიძლება იყოს სოლბაკენისა და ტუხელის დაპირისპირება, რომელსაც თუკი სოლბაკენი და ტუხელი დაждდებიან და ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ტაქტიკურად, ტუხელს აქვს უფრო მეტი შანსი, რომ მოუგოს სოლბაკენს მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ვაკეთ და ვადიდეთ ჩვენ ნორვეგიის ნაკრების სპეციალისტი. ღრმე გაცილებით უკეთესი ინგლისის მე ცოტა სხვა რაღაც ვიგულისხმე, მე ვიგულისხმე, რომ სამწვრთნელო დუელში ტუხელს უფრო დიდი შანსი აქვს, რომ მოუგოს სოლბაკენს. უბრალოდ სოლბაკენს აქვს დაჭერილი ერთი კონკრეტული ტაქტიკა, რომელიც მუშაობს ჯერჯერობით უტყუარად მიმდინარე მუნდიალზე. იგივე საფრანგეთის ნაკრებთან ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუკი ნორვეგიის ნაკრები გამოვიდა მეორე შემადგენლობით, მათ ცუდი ფეხბურთი ნამდვილად არ უჩვენებია. იგივე სტილის ფეხბურთი საფრანგეთთან მეორე შემადგენლობით. მეორე შემადგენლობით, ხო? მეორეთი კი არ თამაშებია. არ შერცხვენილა. ესეც შეგვიძლია ვთქვათ. თან არის ძალიან დადებითი ფიგურა. ისე თავიდან შერცხვენისკენ კი მედიოდა ძალიან აქტიურად დაიწყო საფრანგეთმა თამაში. ძალიან დადებითი ფიგურა არის სოლბაკენი, ჩემს მხრიდან ძალიან ბევრ სიმპათიას იმსახურებს და რაც შეეხება ინგლისის ნაკრებს, ისე რომ დაუბრუნდეთ და ნორვეგიის ნაკრების შედარებას, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ამ ორ ნაკრებზე ეს. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება პირველ რიგში ფეხბურთელების დუელი. თუკი ჰოლანდი და ოდეგორი ითამაშებენ უკეთ ვიდრე კეინი და ბელინგემი, ნორვეგიის ნაკრები გასწდება ინგლისს. თუ პირიქით, მაშინ ინგლისის ნაკრები გასწდება ნორვეგიას. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ნორვეგიას და ინგლისის მატჩი ველოდებით, როგორც სუპერვარსკვლავების დაპირისპირებას. მეც ძალიან ველოდები, ეს მატჩი დაიწყება პირველ საათზე და რაზეც გული მწყდება, ეს არის შემდეგი მატჩი, შვეიცარია, არგენტინა. არ მინდა ამ მატჩზე ჩამეძინოს, დილის 5 საათზე არის, ყველაფერს ვიზავ იმისთვის, რომ ამ ჩემპიონატს უყურო და ამ მატჩს უყურო. ყავა დიდად არ მიყვარს თან. რედბული ხო, რედბული ეგეთ რაღაცეები დიდად არ უწყალობ, თუმცა იმედია ბუნებრივად მივალ აქამდე, იმიტომ რომ ძალიან არ მინდა დილას გავიღვიძო და რაღაც პოსტები დამხვდეს, რომ ან მესის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი და ეს დამთავრდა, ან რაღაც მსგავსი. მოდი გადავხედოთ შემადგენლობას, როგორც თქვი, მესის ლაუტარო მარტინესი შეუწყვილა Sports Illustrated-მა, ნახოთ როგორ შეუწყვილებს მესის მისი სეხნია მწვრთნელი. უკან ფერნანდესი, პარედესი, მაკალისტერი, პოლი, მედინა, მარტინესი, რომერო, მოლინა და ემილიანო კარში. აქ არანაირი ცვლილება არ არის. კობელი, აკანჯი, ელოედი, ზაქარია, მუჰაიმი, სოუი, ჯაკა, ფროილერი, ვარგასი, ემბოლონ, დოიე. აქაც დიდად ცვლილებები არ გვაქვს, ანუ მიყვებიან მწვრთნელები ტაქტიკურად და ტექნიკურად ისე როგორც დაიწყეს. შვეიცარია, არგენტინა და საინტერესოა არგენტინა ამ მატჩში მაინც თუ ანახებს იმ ფეხბურთს, რა ფეხბურთსაც ველოდებით, იდეაში არგენტინელებს ძალიან გაუჭირდათ ეგვიპტესთან თამაში და ახლა ეგვიპტეზე ბევრად უფრო დალაგებული და კარგად დაკომპლექტებული გუნდი ხდება შვეიცარიის სახით. შვეიცარია, ჩემი აზრით, ძალიან ანგარიშგასაწევი ძალა არის ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, განსაკუთრებით არაოპტიმალურ ფორმაში მყოფი არგენტინელებისათვის. იდეაში არგენტინამ ძალიან ბევრი ენერგია დახარჯა წინა ეტაპზე და ნახოთ თუ აღიდგინეს არგენტინელებმა ეს ძალები. იდეაში ეს ფეხბურთი, ეს ნაკრებები ორი განსხვავებული საფეხბურთო სტილით თამაშობენ. არგენტინა ტრადიციულად ბურთის კონტროლსა და ინდივიდუალურ ოსტატობაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო შვეიცარია ორგანიზებული, დისციპლინირებული და ძალიან პრაგმატული ფეხბურთით ცდილობს წარმატების მიღწევას. ქაღალდზე ფავორიტი, რა თქმა უნდა, არგენტინა და ლიონელ მესია, თუმცა შვეიცარიამ უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ ფავორიტების შეჩერება შეუძლია.
კი ბატონო, შვეიცარიის ნაკრებზე იმის თქმაც შეგვიძლია, რომ 1954 წლის შემდეგ საშინაო მუნდიალის შემდეგ პირველად არიან ისინი მეოთხედფინალში და ეს უკვე ისტორიულს ხდის მათ 2026 წლის მუნდიალს და თან ხდებიან ვის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს, რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყვნენ და რაც არ უნდა გადაღლილები იყვნენ, მსოფლიოს ჩემპიონი ყოველთვის არის მსოფლიოს ჩემპიონი და ეს ამ მატჩიც გამოჩნდება ჩემი აზრით. ფიქრობ რომ რაც შენ თქვი, ზუსტად ისე მოხდება, არგენტინელები შეესწებიან ბურთის მალე დაჭერას და თავისი თამაშის ტემპის კარნახს შვეიცარიელებისთვის. ნახოთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მანზამბი არ ეყოლება შვეიცარიას, რაც ძალიან დიდი დანაკლისი არის, თუმცა შვეიცარიის ნაირ დაალაგებულ გუნდში, როგორც ანდროის იყო და საათივით აწყობილ გუნდში, ძალიან მარტივი ხდება მანზამბის ნაირი ფეხბურთელების ჩანაცვლებაც კი. სხვათა შორის მანზამბი სავარაუდოდ გადავა ნიუკასლ იუნაიტედში მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას და როგორც ჩანს ელიოტ ანდერსონს ჩაანაცვლებენ, ამით კაჭკაჭები მანზამბით ჩაანაცვლებენ ელიოტ ანდერსონს და ნახოთ საინტერესოა დიდი შემოსავალი მიიღო სანდრო ტონალის ტოტენჰემში გაშვებით 107 მილიონი ნიუკასლის ისედაც არაკლია შემოსავალი ხო ისედაც არაკლია რა 107 მილიონი არასდროს არ არის ზედმეტი არა ზედმეტი არ არის ერთია და თან მან ხო იცი როგორ არის fair play-ის მხრივ იმდენის დახარჯვის უფლება აქვს გუნდს, რამდენსაც გამოიმუშავებს. ამიტომაც 7 მილიონი. ამიტომაც ტოტენჰემის კი ნიუკასლისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ამ შემთხვევაში ამ რაოდენობის თანხად გაეყიდა, ვიდრე ეს რაოდენობა თვითონ მიიღო. რახან მე ამ თანხის დახარჯვის შესაძლებლობა გქონდეს. ხო, იმდენ მილიონს პლუს 7 მილიონი ძალიან კარგი თანხა არის სერიას ერთი გუნდი ოცნებობს. თქვენც ხო მიხეირეთ. კი, ჩვენც ვიხეირეთ 10 მილიონი, 10% ბაიბექი ქონდა, 10.7 მილიონი ჩაერიცხა ბერლუსკონის უნდა მეთქვა, მაგრამ სადღა არის ბერლუსკონი და გაიცხოვრება. ხო, ჯერი კარდინალეს გუნდს მილანს და ჩვენს გამოვიყენებთ. და მილანს და მანგანის რო დავანებოთ თავი. არგენტინაზე ვილაპარაკოთ, მოდი და ცოტა დაგვრჩა სხვათა შორის, ძალიან მალე გაირებინა 29 წუთმა. მართლა? და ეს 5 წუთი შეგვიძლია მოვიხმაროთ იმისთვის, რომ პირველ რიგში ვიმედოვნოთ, რომ არგენტინის ნაკრები ალბათ მოვა გონზე. სკალონი იპოვის თავის ფეხბურთს, იმიტომ რომ სხვათა შორის ბევრს ეწერა სოციალურ ქსელში, ბევრი ჟურნალისტი ეწერა, რომ სკალონის თითქოს და უკვე თავში აუვარდა ეს თავი ჩათვალა გენიოსადო ერთ-ერთი კომენტატორის პოსტი იყო. ტატო ბაციკაძის პოსტი იყო, ეს მეც მასზე ვსაუბრობდა. და არ შემიძლია ტატოს არ დავეთანხმო, იმიტომ რომ ჩანს, რომ რაღაცის მოგონება ცდილობს და ცდილობს ველოსიპედის მოგონებას რეალურად. რაც ძალიან ბევრჯერ გამოუგონიათ, რაც თვითონაც დატესტა წინა მუნდიალზე და რეალურად ეს ემართებათ ხოლმე მსოფლიო ჩემპიონებს, ხო? ეს რამდენჯერ ყოფილა უკვე მსგავსი რამ, როდესაც გვახსოვს ჩვენ მსოფლიო ჩემპიონების წევლა, რომელიც საფრანგეთის ნაკრებმა დაამსხვრია 2022 წელს. მათ ეს მომენტი არ ქონიათ, ესეც იმიტომ შეიძლება რომ დეშამი უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილების მწვრთნელი იყო იმ პერიოდში. თუმცა იგივე ესპანეთის ნაკრებს 2014 წელს, იტალიის ნაკრებს 2010 წელს, გერმანიის ნაკრებს 2018 წელს რა არეულად უთხრი. ხო შეიძლება რომ იმკულად, მაგრამ არეულად. და არგენტინის ნაკრებს ეს როგორც ჩანს დაემართა უკვე იმ დროს, როდესაც ისინი პლეი-ოფში გავიდნენ. თუმცა თუნდაც იმის გამო რომ პირდაპირ თქვათ არ შეხვდათ ისეთი მეტოქეები, რომლებიც ამისთვის დასჯიდნენ, კაბუ-ვერდეს უდიდესი პატივისცემა, ჩემი უდიდესი სიყვარული დაიმსახურა ამ ნაკრებმა და იმედია იმ დონემდე გამყვება ეგ სიყვარული, რომ იმას ვიზამ აფრიკის თასის თამაშებში ჩაუჯდები კაბუ-ვერდეს თამაშებს, მარ მინდა გულწრფელად ეგვიპტის ნაკრებსაც ხებადადიდება ეკუთვნის თავისი კონჩეტევებით, თუმცა ეს ორი აფრიკული ნაკრები არ არის იმ დონის, რომელსაც შეუძლია არგენტინის ეროვნული გუნდისთვის გაკვეთილის ჩატარება და დასჯა უბრალოდ გაკვეთილი ჩაუტარეს. დასჯა არ შეუძლიათ ამისთვის, საკმარისად ნოკაუტში ჩაგდება არ შეუძლიათ, მხოლოდ ცილის გასვლა შეუძლიათ არგენტინის ნაკრებისთვის და შვეიცარიის ნაკრები არის ის გუნდი, რომელსაც შეუძლია არგენტინელები მძიმე ნოკაუტში გაუშვოს დაშვებული შეცდომების გამო და თუ მით უმეტეს თუ პირველები გაიტანენ გოლს, შვეიცარიას ძალიან უჭერს
როდესაც გოლს უშვებს თავიდანვე შემდეგ გადაწყობა, თუმცა შვეიცარია თუ გაიტანს პირველი გოლს, არგენტინელებს ძალიან გაუჭირდებათ მათი ორგანიზებული low block-ის გადალახვა. შვეიცარიის ნაკრებს სულ 3 გოლი აქვს მიმდინარე მუნდიალზე გაშვებული. ჩვენ გვახსოვს შვეიცარიის ნაკრები, რომელსაც უფრო ცოტა გოლისა აქვს გაშვებული 2006 წელს ისე გავარდა მუნდიალიდან შვეიცარია გოლი არ გაუშვა. პენალტებით გაუშვეს მარტო და პენალტებშიც 3 პენალტი გაუშვეს და ისე გავარდნენ. ხო და თუმცა 3 გოლი მეოთხედფინალში ძალიან ცოტა არის, როდესაც რამდენი გაგვშვებული. უკრაინა შვეიცარია ხო თუ არ ვცდები 2006 წელს და 3-0 ერთ-ერთი პენალტი ვერ გაიტანეს შვეიცარელებმა. კი და შევხედოთ ლიონელ მესი რას უზამს შვეიცარიელთა დამცველებს და სხვათა შორის კიდე საინტერესო რამ გითხრა? აბა, გახსოვს ჩემი და ლიონელ მესის ასისტების დრამა? აბა, არ დასრულებულა. რატო? გადაიხადა აქვს. 9 აქვს, მარადონას 8 აქვს. თავიდან არის გადათვლილი სოფლიო ჩემპიონატების სტატისტიკა. 34 წლის სტატისტიკიდან მოყოლებული ფრიც ვალტერს. აქვს 9 ასისტი, ამიტომაც ერთი ასისტი კიდევ უნდა გააკეთოს ლეონელ მესიმ. რაღაცა წრეზე ვტრიალებთ გონი. ფრიც ვალტერი 9 ასისტი აქვს მასაც გაკეთებული მუნდიალებში. რა როგორ გადაითვალეს ეს? ან რატო არ ეთვლებოდა მანამდე? არ ვიცი. კაიზერსლაუტერნის ლეგენდა 1900 მირეკლ ბერნის მონაწილე ყოფილა, ხო, ბერნის აუცრების მონაწილე ყოფილა ეს ხო? კაპიტანია. თამაშობდა კაპიტანის კაპიტანი იყო. სხვათა შორის საკონცენტრაციო ბანაკშიც იყო. მოკლედ რთული ცხოვრება ჰქონდა რის შემდეგაც სოფლიო ჩემპიონი გახდა. ფრიცვალტერი ეხლა გამახსენდა სახეზე რომ 9 ასისტით. და აქვს მესისაც, ანუ კიდევ ერთი უნდა გააკეთოს. კი, ან მესის ასისტამდე შევდიოდი ხოლმე და ვათვალიერებდი მაინც ამ სტატისტიკას. მესი ასისტი გააკეთა, მაგის მერე გადაითვალეს თუ როდის აღმოაჩინა. იმიტომ რომ სხვა სტატისტიკებიც შესწორებული არის. ზოგ სტატისტიკას აქვს 1928, 54, 66 და ამ სტატისტიკის შემდგენელი თუ ჩვენ გადაცემას უყურებთ, არ ვიცი და ეს სტატისტიკა იქნება 66 წლიან იქნება და აქამდე ყოველ შემთხვევაში და არის გადათვლილი თავიდან და ეს სამართლიანია რა თქმა უნდა და ეგრეს უნდა იყოს ფრიცვალტერი. კარგი, მაშინ დღესაც ისევე როგორც ყველა აქამდე გადაცემაში გულშემატკივროთ მესის კიდევ ერთ ასისტს და ვნახოთ ეს ჩემპიონატი არის ფავორიტების ჩემპიონატი, თუმცა უფრო მეტად არის ამ ფავორიტებში ლიდერების თამაშის ჩემპიონატი და დღეს ერლინგ ჰოლანდი, ჰარი კეინი, მესი ვნახოთ რომელი ლიდერები იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე. უკვე მსოფლიო ჩემპიონატი შევიდა იმ ეტაპზე, სადაც როგორც ვახსენე, ყოველი შეცდომა შეიძლება იყოს სახლში აღებული ბილეთი და შეიძლება იყოს ზოგიერთი ფეხბურთელისათვის უკვე ბოლო მუნდიალი. მე ძალიან არ მინდა რომ დღეს იყოს მესის გამოსამშვიდობებელი მატჩი მუნდიალებზე, თუმცა ვნახოთ ყოველ შემთხვევაში უკვე იმ ეტაპზე ვართ რომ ყველაფერი შესაძლებელია და 90 წუთი ან შეიძლება ცოტა მეტიც გადაწყვეტს დღევანდელ და არა მარტო დღევანდელ შეხვედრებს. დიდი მადლობა რომ ეს წუთები ჩვენთან ერთად გაატარეთ. მუნდიალ მშვიდობისა მომავალ შემოხვედრამდე. ნახვამდის.